გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ ტელეპილეუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დაიწყო საარჩევნო კამპანიები სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა. არის გარკვეული ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არ არიან ჩართულები და ისინი იმუქრებიან გადატრიალებებით. არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურად არის ჩაბმული საარჩევნო კამპანიებში და მოქმედებენ შესაბამის ინსტრუქციის მიხედვით, როგორც მათ აქვთ გაწერილი ეს თავიანთ წინასწარ საარჩევნო გეგმებში. ამავდროულად გამოჩნდა ძალები რაღაც ისეთი მე ვიტყვი რომ ისეთი რაღაც გაურკვეველი ძალები და ისეთი არაადეკვატური ძალები, რომლებიც აანონსებენ და იმუქრებიან ძალადობრივი ქმედებებით. რამოდენიმე გუშინ მაგალითად მოხდა ესე ყოფილმა გედედეს თანამშრომელმა შაიშვილაშვილმა, რომელიც გაიქცა ამერიკაში 1 წლის უკან და ის უკვე ამბობს პირდაპირ ღიად და მოუწოდებს ყველას იმისაკენ რომ მიიღონ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობა. ნუ ახლა დანაშაული არის ერთი ადამიანი გაიქცა. თუ შენ გული გტკივა საქართველოს თუ შენ რაღაც გინა ქვეყნისთვის გააკეთო, ქვეყნიდან კი არ უნდა გაიქცე, უნდა დარჩე ქვეყანაში და უნდა გააკეთო და არა იქიდან რაღაც სულელური განცხადებები აკეთო. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორ არის ხალხის განწყობა ამ არჩევნებთან დაკავშირებით და რა მდგომარეობაშია დღეს მთელი ეს პოლიტიკური ამიდი ჩვენს პოლიტიკურ საარჩევნო ამიდი ქვეყანაში. დღეს ჩვენი სტუმარი არის პოლიტბატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მადლობთ რომ მობრძანეთ ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ზაზა, დაიძაბა სიტუაცია ქვეყანაში. ტემპერატურა იწევს, პოლიტიკური ტემპერატურა. ამავდროულად პოლიტიკური ტემპერატურის აწევასთან დაკავშირებით იმატა განცხადებებმა, მუქარებმა უკვე ღიათი და ამბობენ და არ მალავენ, რომ თქვა პირდაპირ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მთელი თავის ცხოვრება ძალადობრივი საქმიანობით იყო დაკავებული და დღემდე ასე აგრძელებს, რომ ისინი გადაატრიალებენ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს და ისინი ძალადობრივი გზებით მოვლენ ხელისუფლებაში. თქვენ რამდენად სწორად მიგაცინათ ეს განცხადებები და რამდენად მოსალოდნელი არის და რამდენად არის 4 დაუშვათ და არა თუ საარჩევნო დღისსა რომ ვიტყვი დღისადმი მიზღვნილი ეს დღე, არამედ 4 რამდენად არის ამ რევოლუციისა და გადატრიალებების დაანონსებად და დღეთ, რომელსაც ესენი ამბობენ და აირჩიეს 4 ოქტომბერი. რა ხდება, როგორ ინფორმაციები გაქვთ და ხალხის გაწყობა თქვენ მით უმეტეს არჩევნებში მონაწილეობას გებულობთ და პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოს მხრიდან და 5 ნომერს, რომელიც ავახიეთ ნაციონალებს და ღირსიც იყო ვაეხა ეს ნაციონალებს ეს 5 ნომერი, ეხლა პარტიაც უნდა გავაუქმოთ მაგათი და შესაბამისად შემდეგ უნდა წარმოვადგინოთ ისინი სასამართლოების წინაშე, ხო? რამდენად ხალხი თვითონ ადამიანების განწყობა რამდენად არის აი ამ რაღაც ძალადობრივი გზით ბატონო ზესა, მე ამას გეტყვით და ვიტყვი, აი ჩემი ყველაფერი რაც მე მოძრაობ ნაზარადევის რაიონში, გდანის რაიონში, სხვადასხვა სოფელში ხალხის განწყობა არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანად ყველაფერი ექსცესების გარეშე და იძახიან ეს ექსტრემისტები, რომლებიც არსებობენ. ტერორისტები. ხო, ექსტრემისტები, ტერორისტები თუ რაც ქვიათ რა, ამ უსამშობლოებს უნდა აღიგავონ პირისაგან მიწისა. იმიტომ რომ აღარ შეიძლება რა, ესენი უშლიან ხელს ქვეყნის განვითარებას, ესენი უშლიან ხელს დიდ გზაზე წასვლა საქართველოს, რომელსაც ქვია შუა დერეფანი, ნუ აქ უნდა იყოს მშვიდობა. დიახ. არ უნდა იყოს ომი, არაფერი ექსცესები, ნუ ქვეყანა განვითარდეს და ხალხმა მიიღოს უფრო მეტი კეთილდღეობა. და ამიტომ ბატონო ტრისთან როგორ არის, იცი, ეხლა გამოდიან იქ ვიღაცას მიუვარდებენ, იქ ვიღაცას აგინებენ, ჯერა სიტყვებით იგინებიან, ეს გოგონები მით უმეტეს. აი, კაცსაც არ ეპატიება გინება, მაგრამ ქალბატონები, ახალგაზრდა გოგოები ესეთი პირით შეგინება და ესეთი პირით კალანძღვა, კიდე მოწინააღმდეგე, კიდე არ გიყვარდეს სულ არა.
სადა კაცო მიშა არავის არ გვიყვარდა, მაგრამ იმ წელში მაგრამ კი არ გამოდიოდით ესე და კი არ ვაგინებდით. არ იყო მიშას დროს ესე ვერ გაბედავდი. ვერ გაბედავდი, ვერა. მიშას დროს იყო ტოტალური რომ იტყვი აი დიქტატურა. დიქტატურა იყო, მაგრამ რო შეგვეძლო ხო რეპრესიები. ხო შეგვეძლო შეგვეგინებინა, მაგრამ ჩვენ არ ყადრულობდით. ეგ სხვა საკითხი არის, მაგრამ ის არ ყადრულობდით, იცი რატო არ ყადრულობდით? საერთოდ საქართველოში მიუღებელია დედის გინება რა. ო, დედის გინება საერთოდ შეიძლება. საერთოდ მიუღებელია. შეიძლება გალანძღო რაღაც სიტყვა უთხრა, რაღაცა ის უთხრა, ეს უთხრა, ის უთხრა, მაგრამ დედის გინება თან გუშინ უდიდესი დღესასწაული იყო საუფლო დედა ღვთისმშობლობა იყო. და გადის ხარ რა და დედის შენის და რაღაცას. გუშინაც მოიმას შეიძლება. ხო, იგინეს, ხო. ჭინკები. იგინეს ეს ჭინკები, შემოსეულები საქართველოს. ამემა კი არ იცია რომ ამით თვითონ უფრაზარებენ თავს, ვიდრე ქართულ ოცნებად და იმ პარტიებს, რომელიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მე ბატონ ტრისთან ესე მიმაჩნია, რომ ქართულ ხალხს უნდა მშვიდობა. დიახ. ხელისუფლება იმ განწყობაზე რომ მშვიდობა უნდა და მშვიდობიანად წაიყვანოს ყველაფერი. ახლა ხელისუფლება კი მოდი სიმართლე თქვა. ხო, ხელისუფლება დღევანდელი ხელისუფლება არ ყოფილიყო ჩვენ ახლა დღეს უკვე უკრაინაზე ვარად მდგომარეობაში ვიქნებოდი. ხო ეს სიმართლე არის. უკრაინა ვარად საერთოდ საქართველოს არ იქნებოდა. იმიტომ მან შეინარჩუნა ეს მშვიდობა ქვეყანაში. ის ბომბები რაც უკრაინაში ის არ უნდა დაუგარდეს. ის ბომბები რაც უკრაინაში ჩაცვიდა, იმის 1/3 საქართველოსი კი არა. მაგდენიც არ დაჭირდებოდა აღარ ბატონო თქვენ სამხედრო ხარ და გენერალი კაცი ბრძანდები და არიცით თითოეული ბომბი რას ნიშნავდა საქართველოსთვის? აქ არ იყო 500 ტონიანი ის მასშტაბები არ იყო? არ იყო რაც უკრაინაში იყო კაცო. არის კიდევაც. ხო და კიდევაც არის და რაღაცა რა და ჩვენ იმას ვიძახით რა და მე პირადად ესე ვფიქრობ ჩემი გაგებით და ჩემი ადამიანობით რომ საქართველოს მაინც გავაფონს. ეს არჩევნები მშვიდად ჩატარდება, კი იქნება ექსესები, რაღაცები, მაგრამ სახელმწიფო ის სახელმწიფო ბევრჯერ გამომივიდა თქვენ სტუდიაში რომ ის სახელმწიფო არ არის რაც იყო 92-93 წლებში და მერე. ეხლა თქვენ ისა ჩუღურეთის რაიონში ნაძალადების რაიონში ხართ და მან ძირითადად მან დააქტიურობთ და მან მთელი თქვენი ყურადღება და მთელი თქვენი ესე იგი ენერგია გადართული არის ნაძალადების რაიონში. იცი რა მინდა შეგეკითხოთ, აი რამდენად გამოიკვეთება ნაციონალური მოძრაობის ამ ექსტრემისტული ჯგუფების დესტრუქციული ქმედებები? უბნებში არა. აი ნაძალადების რაიონში არ გამოიკვეთებიან, საერთოდ არ ფუნქციონირებენ. აღარ არიან თუ არა, როგორ არიან მომხრეები და მხარდამჭერები? არა, მე რას აქტივისტები. არა, ვერ აქტიურობენ უბანში. ვეღარ აქტიურობენ. არა, კი არ აქტიურობენ, ვერ აქტიურობენ. იცი რომ ეს სპეციფიკური უბნებია რა. პასუხს მოთხოვენ რა. რომ რამე იყოს, ეგრევე პასუხს მოთხოვენ, ბიჭი იქნება თუ ქალი იქნება, იქ არ აინტერესებს. არასწორ საქციეზე ყველა აგებს პასუხს. ანუ ნორმალური ადამიანები არიან, რომლებიც მოთხოვენ მათ შემდეგ პასუხს და არა, ვერც ბედავენ. ეს პასუხი იქნება ძალიან მწარე პასუხი. მწარე პასუხი და ვერც ბედავენ, ვერც გაბედავენ. აბა ერთი ნაძალადების რაიონში გამოვიდნენ და რაღაც დაიწყონ ესეთი არასწორი ქმედებები. ეგრევე ყველა გამლელი იქნება, ბირჟა იქნება მაპატიეთ ამ გამოთქმაზე. ეს თუდი სიტყვა კი არ არის ბირჟა. არა, კაცო, რატო ეს ცხოვრების ნაწილი არის. ნაწილია და ამასაც ვერ აგზნობენ და ამემარ დაიწყეს ნაციონალური ჩაცკული ბიჭები. რა ჩაცკული ბიჭები? კაცები არიან და არ უყვართ რა, ესეთი რაღაცები, თუდი სიტყვები, გამოთქმები, ისა, შეგინება, ეს ის. ეხლა რა უნდა დამემტკიცო მე რომ რაც არ უნდა მოხდეს ეხლა და რაც არ უნდა გადაიბრას ნაციონალური მოძრაობა და მისი ეს ანასხლეტები და ერთად გაერთიანდნენ და ცალ-ცალკე იქნებიან და ის მითხრა რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებენ. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ყველა უბედურება და რაც მაგემა გააკეთეს. საზიზღრობა რაც მაგემა გააკეთეს და არაფერი და ოჯახი დამავიამტყობეს, მე დამავიამტყობეს, მაგრამ ღვთისწყალობით ყველა ცოცხლები ვარ დღეს, იმიტომ რომ უფალმა არ გაგვწირა ჩვენ. და ბატონო ტრისთან, მაგათ ერთ-ერთი შეკრების ადგილია რუსთაველი. რომელიც წაბილწეს. წაბილწეს კი არა, გაათახსირეს ეს ადგილი. რუსთაველის გამზირი აქციეს მაგემა რა ვიცი, რათარ აქციეს რა. სამწუხაროა ბატონო ზაზა. და ძალიან გულიმწყდება რომ ეს ლამაზი ადგილი ესე გააპარტახეს ამეებმა რა. ისიც რა არის ახლა რუსთაველზე? თან მეორე რამეა ბატონო ტრისთან, იცი რას ვიძახი მე ყოველთვის ვიძახი და მაინც ლომბიერი, მაინც დამთობია ხელისუფლება.
ამათ ანუ თქვენ ამბობთ რომ ხელისუფლება არ იყენებს იმ არ დავს იმ კატეგორიულ კაცნაბიჯებს რომელიც უნდა გადადგას მათ წინააღმდეგ შეხედეთ საფრანგეთში შეხედეთ გერმანიაში რას უშვებიანთო თელავენ ზეთ კატოკივით უვლიან ამ მომიტინგებს და რას არ იყენებენ რეზინის ტყვეებსაც იმას ამ გაზს და ყველაფერს იყენებენ ცხენებით გადაულიან დოდაში და ტანკებსაც გამოიყვანენ ალბათ მაგრამ ამ საქართველოში ეს საქართველოა და ხელისუფლებას ურთილდება რა იმიტომ ქართველ ახალგაზრდები არიან და შეიძლება შეცდომაში არიან ვიცითო ჩვენ ყველამ ვიცითო ესენი შეცდომაში არიან შეყვანილი მაგრამ ხო უნდა მიხვდეს შენ კარგო დედამიშვილო 200-300 მანეზე სამშობლოს ყიდი კარგი ეხლა უყუროთ ესე შეცდომაში არიან შეყვანილი როდენდე უნდა უყურო ამ შეცდომებს შედი გამარჯვება არა ვადა ერთი მიეცათ არა ყველაფერს თავი არა ერთი ვადა მიეცათ მეორე ვადა მიეცათ მესამე ვადა მეოთხე აღარ უნდა არსებობდეს ხო ყველაფერს სამჯერ აპატი ეს როგორ შეიძლება ბიჭო ხავს დაუძახო სინდისის პატრონები პოლიციას დანას ურტყავდა ქვას ურტყავდა იმას ურტყავდა მოლეტებს კოკოდეს ესროდა და გამოდიან ბიჭო თუ პირადი პოლიციელთან რამე გაქვს და რატო უნდა ქონდეს პირადი პოლიციელთან ხო არა დაუშვათ არასწორად დაგიჭირა ეს კანონია კანონს იცავს მაგრამ რაღაცა ხო არსებობს პოლიციამ შეიძლება გადაცნობა ყველგან მოდის რა როგორც ადამიანში მოდის ჩვეულებრივ შეიძლება პოლიციას გადაცდა მაგრამ კი მოსაკლავად ადამიანის გამეტება დაწვისთვის გამეტება ადამიანის ჩვენ ხო ერეტიკოსები არა ვართ მათამდე ხალხი ჩვენ ხო არა ვართ კათოლიკე ხალხი ჩვენ ხო არა ვართ ჰუგონავტები ჩვენ ხო არა ვართ სხვა იმისთან ჩვენ ვართ ქრისტიანი ხალხი რომელსაც ქვია მართლმადიდებლები ამის ის როგორ არ ნაკო ჯერ ვის ხარეს დგას ეს ახალგაზრდობა მე კაცებს ვეკითხები შეიძლება გოგონებმა ვერ გაიგონ ეს სიტუაცია ვის ხარეს გეხარდო მე რომ კრავდე და მაწამებდე სად იყავით მაშინ ის ახალგაზრდები თუ თქვენ მაშინ პატარები იყავით თქვენი შობლები სად იყვნენ მაშინ როგორ შეიძლება ჩემო კარგებო ჩემო ლამაზო ახალგაზრდებო ჩემო კარგო კაცებო ჩემო კარგო ბიჭებო ჩემო ქართველებო იმად დაუდვეთ ხარში წვალებლებს სატანისტებს და ეშმაკის მოციქულებს და ნუ გამაგიჟებთ რა თქვენ რა ჩემო ახალგაზრდებო თქვენ ის ახალგაზრდები მაშინ თქვენს ბოროტისკენ ახართ წასული და ვინც ბოროტისკენ არის წასული ის სიკეთესებთვის და სადაც სიკეთეა ის გაიმარჯვებს ყოველთვის და თქვენ დაფიქრდით რა გთხოვთ ყველას რომ დაფიქრდეთ და განსაზღვროთ ის სიტუაცია არ შეიძლება ესე გინება მისვა იმის ოფისთან ამის ოფისთან გინება რაღაცა მოხდება ის კონფლიქტი რა ერთიც რომ დაშავდეს ეს უკვე ტრაგედია თელი საქართველოსი რა დამიჯერენ მაგრამ ბატონო ზაზა ნახეთ გვასაგებია ჩვენ ახლა ჩვენ მაგას ყოველთვის ვიზახით და ვამბობთ რომ ეს და ახალგაზრდები რომელიც გამოყავთ ქუჩაში აი ამ თავიანთ კურატორებს ესენი არიან ის ადამიანები რომელი ადამიანები უშუალოდ არიან დაფინანსებულები არიან მათ ვალდებულება აქვთ აღებული და მათ თვითონ აქ არის სისტემა შექმნილი ის სისტემა რომელიც სისტემასაც თვითონ აქვს შექმნილი ეს სისტემა ამუშავებენ ძალიან კარგად რომ ეს არის მობილიზაციის სისტემა ამ მობილიზაციის სისტემას ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობენ კარგად გაწვრთნილი ადამიანები კარგად მომზადებული ადამიანები და ეს ადამიანები პირდაპირ ესე სწრაფი ტემპით ორგანიზებულად ახდენენ ამ ბავშვების მობილიზაციას და ახდენენ მაგრამ ბატონო რა არის გამოყვანას ქუჩაში ანუ ეს სისტემა თუ არ დაიშალა ხო ეს სისტემა თუ არ დაინგრა და ამ თვითონ ამ ხელმძღვანელ პირებს არ აგებინეს პასუხი და არ მიეცათ შესაბამისი ესე იგი სტრუქტურებმა არ მიიღეს ზომები და არ აღიზრა მაწინააღმდეგ სასამართლო საქმეები ხო ეს ბავშვები ყოველთვის იქნება მიმული აი ამ სისტემაზე და აი ამ გეგმაზე ხო ამიტომ არის რომ ნახე ახლა რა ხდება ჩვენ ბატონოსთან კახეთში რო ტარდებოდა რაღაც შეკრებები და ხელისუფლება ვიღაცები რომ მივარდნენ გულანთებული ქართველი კაცები და მოხდა იქ იქ რატო არ აღკვეთეს ძირშივე ეს ყველაფერი მაგრამ ახლა დამაცალე დამამთავრებინეთ ახლა მე თქვენ მე ახლა შეკითხვით გამოდივარ თქვენთან ხო ეს მუშაობს საკმაოდ ორგანიზებულად მუშაობს ამაში მოედინება მოდის და არის დაფინანსებული კარგი ფინანსები აქვს მოდი პირდაპირ თქვა რა თანხების პრობლემა მაგათ არა აქვს რა
არ განიცდიან მაგენი ახლა იმ თანხების დეფიციტს ხო აქვთ ფული ის მასაც გეტყვით რომ პირდაპირ ეუნებიან თავიანთ ამ იმას იმდევრებს ამ ბავშვებს ამ ახალგაზრდებს რომ არა უშავს თქვენ თუ დაგიჭერენ ჩვენ თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ციხეში ფულითაც და სახლშიც ფულით ნუ ხელფასები ეძლებათ რა მაგათი ხო ბატონო ესთან როგორ არ ეძლებათ აბა ეს თანაც ახლა ამბობთ რომ კი ბავშვები არიან შეცდომაში შეყვანილებიო ადამიანი შეიძლება ერთხელ და ორჯერ დაუშვას შეცდომა ერთხელ და ორჯერ დაუშვას შეცდომა და რაღაცნაირად შემდგომ მან შეხედოს რომ ესე იგი შეცდომა დაუშვა მე ბატონო ესთან ერთად დავამთავრებინეთ რა შეცდომა დაუშვას და შემდგომ ინანოს ამაზე რომ შეცდომა დაუშვა ხო მაგრამ ესენი სისტემატურად აკეთებენ ამას ხო ანუ ესენი უკვე შეცდომაში შეყვანილები კი არ არიან ესენი არიან ის ბავშვები რომელი ბავშვებიც იმ თავიდან საქართველოში როდესაც გამეფდა სოროსი და სოროსმა ოკუპაცია მოახდინა მთელი განათლების სისტემის და დაიწყო ამ ბავშვების ტვინის წამლა დრო არის თუ არა რომ საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად დააყენოს საკითხი იმასთან დაკავშირებით რომ სოროსის ფონდი და სოროსის მიმდევარი პროფესორები და აკადემიკოსები უნდა გაიდენოს საქართველოდან გეთანხმებით ბატონო რაც ბრძანებთ რომ ესენი ბავშვები უკვე აღარ არიან ახალგაზრდა რომელიც პასპორტს იღებს უკვე ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია რა. სრულწლოვანია და იმას შეიძლება აღარ უნდა შეიძლება ერთხელ შეეშალოს. ეს ყოფილა 17-18-ზე შემჩლია რაღაცა, მაგრამ ესე კი არ შემიძლია ქვეყნის წინაშე. მე ჩემი თავის წინაშე შემცლია და პირად ცხოვრებაში რაღაც. პირად ცხოვრებაში და მშობლების წინაშე. არავინ არა ვართ ანგელოზები, რომ არ შევშლოდა, მაგრამ ყველა ცოდვილები ვართ. ცოდვილი ადამიანები ვართ. ამ ქვეყანაზე ბევრი და ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს მაგრამ ესე რო არ ცდილობენ ეხლა მე რო უყურე ბოლო ამ გამოსვლებს აქ უკვე აღარ არის დანდობა ჩვენ ბევრჯერ მიმართეთ ამ სტუდიიდანაც სხვა ტელევიზიებიდან სტუდიებიდანაც მიმართეს ჩვენზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა რომ ჩემო შვილებო არ გინდათ ქვეყანა უნდა გადარჩეს ქვეყანას წინსვლა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და არის მენენ იმიტომ რომ განშღენთილები არიან მოწამლული არის თავის ქვეყნის წარწყმედით ეს ქვეყანა არ წაიწმედება გუშინ იყო ღვთისმშობლობა რამხელაზე იზრდება თელმა საქართველოს და რამდენი მას არსებობს თქვენ იმიტომ ყვირიან მშვიდობიანი რევოლუციას მაინც აყოლებს მშვიდობიანი დამხობა მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს დამხობა გადატრიალება და რევოლუცია რომელიც იმართება ერთი იმართება იარაღის ძალით, მეორე იმართება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციით, რომ გაურიგდა მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციას იღებს რეგალიებს რო არ შეეხებიან და მიდის ამ ქვეყნიდან და აბარებს ოპოზიციას ამ სიტუაციას. არა, რევოლუცია ახლა რაც შეეხება რევოლუციას, კი გეთანხმებით, რომ მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს. საერთოდ ყველა რევოლუცია არის სისხლი. ასე ყველა რევოლუცია არის და მოაქვს ადამიანების გაუბედურება და სვერპლი მოაქვს ადამიანების სვერპლი მოაქვს და ეხლა ვარდების რევოლუცია რო ჩათვალე მშვიდობიანი რევოლუცია თუ არ ყოფილა იქ ბევრი ხალხი დაიღუპა ვაფშე რაღაცების და აღა რევოლუცია კი მშვიდობიანი არის პოლიტიკური ბრძოლა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით კი ბატონო გამოდი მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა განახორციელე შენ დაუსაბუთე საზოგადოებას ქვეყანას დაუსაბუთე შენ რა სიკეთეს მოუდან ამ ქვეყანას და არსებული ხელისუფლებას რა ესე იგი რას არაკეთებს და რა დანაშაულებებს ჩადის ხო აი ეს დაუსაბუთე შენ საზოგადოებას რომ მოიპოვა მათი ნდობა და შესაბამისად ამ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის საფუძველზე მოდიხარ ხელისუფლებაში მაგრამ ეხლა შენს გაიარე ის საშინელი წლები რომელიც საშინელი წლებსაც ჩვენ ვიყავით თელი საქართველო იყო ხო და საქართველო გესტაპოს ციხე იყო საქართველო გესტაპოს ციხეში ვიყავით თელი საქართველო თავიდან ბოლომდე სისხლში ბანაობდა ხო სააკაშვილის რეჟიმის დროს და იმ ადამიანების ხელში რომელი ადამიანებს დღეს კიდევ პრეტენზიები აქვთ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდგომ აკლავ უფრო უმაღლეს პროფესიონალ დონეზე დაიწყონ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. კი ბატონო. ეხლა
კი ნაციონალურ მოძრაობა არ ღებულობს არჩევნებში ნაწილს. რა მნიშვნელობა აქვს იმის შენაერთები ხო ღვებილობენ? ხარა, გასაგებია, მაგრამ მე მაგ კონკრეტულ პარტიაზე საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე. მას იცი რატო ვერ მოდის, ხელი ამიტომ გადატრიალება. მან აერჩია ბრძოლის სხვა ტაქტიკა. სხვა ტაქტიკა, გადატრიალების ცდელობა. ძალადობრივი გზებით. მაგრამ ეხლა თვითონ პარტია ნაციონალურ მოძრაობა უკვე აღარ არის პარტია, იმიტომ რომ ეს თავიდან შეიქმნა როგორც პარტია, მაგრამ შემდგომ ამ პარტიის ფუნდამენტზე და ესე იგი წარმოიშვა გარკვეული დაჯგუფებები, შეიარაღებული ფორმირებები, ტერორისტული დაჯგუფებები და ასე შემდგომ და ზონდერ დაჯგუფებები. ეხლა რატო ვამბობ მე და რატო ვიძახი რომ არის ტერორისტული დაჯგუფება. დაჯგუფებები ეს პარტიას არ ვუწოდებ დაჯგუფება რომელიც ადამიანებს ხოცავს ქუჩაში დაჯგუფება რომელიც ვაჭრობს ნარკოტიკებზე ვაჭრობს იარაღზე ნაციონალებს რომელსაც საქართველოში შემოაქვთ ასაფეთქებელი საშუალებები და არაერთხელ იყო ეს შემოტანილი საქართველოში მაგათი მხრიდან ეს არის უკვე დანაშაულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია ხო და ხარ არის დრო რომ დააჩქაროს ხელისუფლებამ ის კომისიამ, რომელა კომისიამ დადო დასკვნები და 460 გვერდიანი დასკვნა დაიწყო მაგას პირდაპირ რომ დაამტკიცა და დაუმტკიცა თვითონ საქართველოს მოსახლეობას თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას. ხომ არ არის დრო რომ სასაფო წესით დაიწყოს თუ მარტო ამ პარტიის აგრძალვა, არამედ თვითონ იმ პიროვნებების, რომელი პიროვნებებიც არიან დღეს ამ პარტიაში და კვლავ აგრძელებენ დანაშაულებებს ქმედებებს, რომ აეგზალოთ მათ საერთოდ აეგზალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა. ბატონო ტრისტან მე მეგონა ის რომ დააკავეს ის სასაფეთქებელი ნივთი უკრაინიდან გამოგზავნილი. მე მეგონა რომ მეორე მესამე დღიდან აიგზალებოდა ეს პარტია. ახლა მაგას გამოძიება გრძელდება ისე არ არის ბოლომდე მიყვანილი. არა ბატონო ტრისტან, არაფერი გამოძიება არ უნდა ამას. ხელის გულზე დებს ყველაფერი. რა საქმეც აკეთეს 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე ოცნებას გამოძიებული აქვს მაგათი საქმეები ყველაფერს. კი, მაგრამ ნახეთი საერთოდ არაფერი არაა გამოსაძიებელი. უბრალოდ კიდევ ერთი ეს დასკვნა იყო დასტური, რომ აი როგორც იტყვიან ბეჭედი დაადო საპარლამენტო კომისიამ ამ გამოძიებას. რაც არის ჩატარებული. ხომ არა ის დასავლური ლობისტები ხო ხედავ ასაბობენ რომ აი კიო სწორი იყო რომ ხალხი დახოცესო, სწორი იყო რომ ქვეყანაო კრიზისში ყავდათ, სწორი იყო რომ ამდენი პატიმარი ყავდათ და მართლები არიანო რომ ეს რა ქვია ასაფეთქებელი საშუალებები შემოიტანეს საქართველოში და უნდა განახორციელონ რევოლუცია მართლები არიან. ბატონო ტრისტან, ისინი ის ხალხი ხო არ არიან რომლებიც საქართველოს როგორც ქვეყანა კი არ უნდათ, ქვეყანა არ უნდათ და ქართული ხალხი რო არ უყვართ. ეს ის ხალხია, რომელს ქართული ხალხი არ უყვარს. რომ საქართველოს სახელად უნდათ და დანარჩენი თავენთი ყველა წესი რაც აქვს ჩაფიქრებული, რომ ქართული ხალხი არ უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს ის ხალხი, რომელიც გაატარებს მაგათ ინტერესებს. და ვისაც დატოვებენ ქართულ ხალხს, ის ქართული ხალხი იქნება მონობაში. მე ამას გეუბნებით სული სიმართლე და ვარ მაგაზე პასუხისმგებელი. საქართველოს განადგურება უნდათ ერიან ბერიანად. ყველაზე დიდი მტერი დღევანდელი deep state-ის, როგორც ამერიკული deep state-ის არის მართლმადიდებლობა. სადაც უმაღლეს დონეზე აყვანილი, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. დანარჩენ ქვეყნებში თქვენ უყურებთ, როგორც ჩაატარეს LGBT აღრუმები და ისე. ანუ ესე იგი მაგათთვის ყველაზე დიდი მტერი და მეუღებელი არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა, აბა რა. ეს ბატონო ტრისტან, ოდითგანვე ეგრე იყო მაგათთვის. რატო გაიყო და რატო მოხდა გაყოფა მართლმადიდებლობა და კათოლიკეება? ეხლა თუ მას შეხედავთ რატო იყო საეკლესიო კრებები მართლმადიდებლური და კათოლიკური? ხო, მაგრამ რატო დაიშალა კიდე ის ეკუმინთა შეკრება და სადაც ვითომ მართლმადიდებელი კი არ უნდა ყოფილიყო, რობის პაპი უნდა ყოფილიყო და ამაზე მართლმადიდებელი ბერები, ბუდლები, ყველაფერი გამოცინაამდე გვინ არიან ეგენი ჩვენ რო გვიკარნახო რამეო, ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა. ისიც რა არის ბატონო ზაზა? თუ ხელი მტრები არიან მართლმადიდებლობის, ხო? და თუ ზე არ არის საქმე, კაცო, მე ვიცი ვინც არის. თუ კი არა მართლმადიდებლები არიან. მაინც რო შეგეკითხოთ, რატო დაიარებენ ეკლესიებში რომ მიდიან სანთლებს ანთებენ იქ ფარისევლობა ერთ-ერთი რამეა. ეს იცი როგორ არის ბატონო? ანუ ხალხს ატყუილებენ, ანუ ხალხი უნდა მოატყუონ, რომ დაიარებიან და იმაშვებიან, თო საქართველოში და დადიან ეკლესიაში, მაგრამ ფარისევლები არიან. ეს ნაციონალურ მოძრაობას გეუბნები. ნაციონალურ მოძრაობაც იყოს, გინდა სხვა იყვნენ, ლელო იყოს, ის იყოს.
ერთი შეეკითხე რა, ერთი უთხარი რა, რომელიმე ლოცვას თუ წაგიკითხავს ზეპირად. ვერ წაიკითხავ. ვერ წაიკითხავ, არ იცი რა წაიკითხავს რა. დღეს გამოდის, იმ დღეს უყურე და იმ გირჩის რეკლამა დავინახე და მამაო გამოდი და გირჩის. რა, მამაო თან ვიცი რომ ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული. ის მამაო შეიძლება საერთოდ არ იყოს ამის საჭირო გამოიმანეს იმაში. ამ იმაში. ხო, გირჩის სიყვარული მართლმადიდებლო სიყვარულის გადაგება გირჩი ერთი პარტია რომელიც ნარკომანიის პარტია, ხო? ხო, მამაო, მე ერთი რამე უნდა გითხრა რა, თუ გესმის და გაწოდება გინახმა. და რატო გააპროტესტა მამამ? არა, მომისმენი, შეიძლება მამამ არც იცის. არა, არ უყურებს. შეიძლება არ უყურებს, ჩემი მამამ საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს მაგალითად. იმიტომ არ აინტერესებს, იმიტომ რომ არ უნდა რა, არ აინტერესებს რა, ამდენი ბილწ სიტყვაობა, ამდენი რაღაცა ხდება, ამდენი ლანძღვა გინება და რა თქვა იცი? ერთმა ჩემო მეგობარმა და მეც ამის მომხრე ვარ, ერთად საუბრობდით რა და მამამ რო თქვა რომ აუ გირჩუნა მიცე ხმაო. მამაო რა გირჩუნა მიცე, რომელიც პლანს ეცავს და ნარკოტიკების ლეგალიზაცია ხო, ნარკოტიკების ლეგალიზაცია რო უნდა და პლანის ქოთნებში რო თესავდა და მესამე რო მართლმადიდებლობას სიყვარული იყოსო, გასაბერი ეკლესიები რო დადგა და საჭირო არისო და ქართულ კაცს რო მოუწოდებდა, ჯარში აწახვიდეო. და გეი მემორანდუმზე მოწერა ხელი, გეი მემორანდუმზე ხელი მოწერილი და არა, უბრალოდ ეს მამაო თუ არსებობს ცხოვრებაში, მე მგონი შექმნილია გამოყვანილია ეს მამაო, თორე არც ერთი ჭკუატყოფელი მამაო, ქართველი კაცი მაგნაირ რამეს არ იტყოდა. არც ერთი მამაო არ იტყოდა რა მაგას რა, დამიჯერდა. მე ქვეყანა მამაოებს ვიცნობ, მე მოძღვარი ყავს ისეთი უნიჭიერესი და უწესერესი კაცი, რომ ეგეთ რამეზე რო უთხარი, არა ბიჭო, ეს შეცდომაში შეყო, ეთყობა სახე აიღეს, რაღაცა დაამონტაჟეს და გააკეთეს, თორე რომელი მოძღვარი იტყოდა გირზეო კაცო. აბა ის სტუდენტი გოგო, ბატო. 4 წელი უნივერსიტეტში ვისწავლეო. და იცახის გიჩვეო უფრო მეტი მასწავლაო. ვიდრე უნივერსიტეტმაო. სისულელეს არ ამბობს. თან ის ბიჭი რო არის, მეორე გამოდის, ვინც მას არ მიცემს ხმას, ის კაი ბიჭი არ არის. შენ ბიჭო, კაი ბიჭობას რას გვასწავლი ვიღაცა ხარ მაგ. შენ სიმონა, აქედან გეტყვი ტელევიზიიდან რა. შენ რა უნდა გვასწავლო, ბიჭობა და კარგი კაცობა რა არის ამ ცხოვრებაში. თუ გიჩ არ მივცეთ ხმას, კაი ბიჭები არა ვართ, ქართველები და თელი საქართველოს მოსახლეობა. შენ რა რეკლამას აყენებ, ვის გაყენებ შეურაცხყოფა, შენ პასუხი აქვს მაგაზე მოსათხოვე. არა, მოთხოვე პასუხს. მოთხოვე კი არა, მაგას გალახავე. თუ ვინმე ჩახატული არ აყავთ. შეიძლება მივიდე კაცად თქვას მე სულ არ ყოფილვარ მათე. ხო, არა, ეს ხო არის რაღაც ეხა ახალი რო შემოვიდა რაღაცა. რა ქვია ბატონ ტრისტანი მას ახალი რო შემოვიდა ისა ინტელექტიო რაღაცა. აი ეს ინტელექტი არის ეხლა გავრცელებული ამაში. ხელოვნური ინტელექტი არის გავრცელებული ამ 36-ში. მე რო უყურებ ესეთ რამეს ესე მოკლედ ეხლა შეხედე ბატონო ეხლა გირჩი ვინც არის ჩვენ ძალიან გაგატვით არა გირჩი და იმის დაერები გირჩი და ლელოც მეც მომისმინე ახლა მეცაზე თუ გასო ეს იაგო ხვიჩია და ესენი ნუ ახლა ადამიანი მე კიდევ ვიძახი ერთი რაღაცა ვთქვა რომ ადამიანი რომელიც გეი მემორანდუმზე მოაწერს ხელს ხო იქ დამთავრებულია ყველაფერი და მით უმეტეს მეგრელიშვილი რომელიც ამ გირჩი არის და თავი და თავი ამ პარტიის მეგრელიშვილი იყო მიშა სააკაშვილის დროს სოციალაგენტოს თავმჯდომარე ჟანათვის სამინისტროში რომელსაც დაანგრია და დაშალა მთელი ძალონების საპენსიო სისტემა. მე იმისოსაც იყო, კაცო, ბედუქიძესთანაც იყო. ხო, მთელი საპენსიო სისტემა დაშალა. ეკონომიკის სამინისტრო მაგის ის არის დამსახურება ვეტერანებს ის 22 ლარი რო იმასა, სამართლინო 22 ლარი რო იმას მიცეს და დღემდე ახლა კიდევ მოსაგვარებელი არის ეს საკითხები და მაგის დამსახურება არის კიდევ ის დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ მხედველობაში იყო ძალონები, რომლებსაც თითელი თავის ცხოვრებას ემსახურენ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის წინაშე და არა, იცი რა ფიცი არ გატეხეს, მან ესე იგი დაუნგრია მთლიანად ეს თელი საპენსიო სისტემა და ეხლა მე მინდა ერთ თემას შევეხო კიდევ კაცო ეს პოლკოვნიკი შაიშმელაშვილი რომ არის ეს რომ გაიქცა ამერიკაში ეს რა ქვია გედედეს დაგეგმარების უფროსი იყო მაგი ერთ სამართლოსი სპეციალისტებს ქონდაყოფი რომელიც გამოდის და მიტინგებს ოშლის ხო ეხლა გაიქცა რატო გაიქეც ერთი მითხარია
რატო თუ შენ მართლა გული გტივა შენ ქვეყანაზე და მართლა გინდა რომ გააკეთო საქმე ამ ქვეყანაში იქიდან კი არ უნდა იმასთან რა ქვია დაემუქრო საქართველოს და იქიდან კი არ უნდა მოუწოდო ამ ახალგაზრდებს რომ გამოდით ქუჩაში და ჩვენ აგერა ვართ და დაგიცავთ და სისხლი დავუღაროთო აი შენ ახლა მტერი ამ საქართველოს შენ რანამუსით გასწვია მუნდირი სამხრეები რანამუსის მე რომ ახლა ღევანდელი ხელისუფლების ადგილზე ვიყო შენ აი ამ წოდებებს გაგეუქვებდი და იმ ჯილდოებს რომელიც შენ გაქვს მიღებული თავისოზე და ეს წოდებები და ჯილდოები სწორედ შენ გაქვს მიღებულია მიტინგების დაშლაში ეს არის სადაც ფოტოლი არ ვარდებოდა და არაფერი არ კეთდებოდა და უხამსობა არ იყო მიტინგების დაშლაში გაქვს მიღებული ეს ყველაფერი ეს ადამიანების ცემაში გაქვს მიღებული ეს ყველაფერი კიდო გეუბნები გაიგე და ეხლა გამოდიხარ და გინდა რომ ანგელოზა თუ ჩვენო და გვიჩვენო თავი და ამბობ და პირდაპირ თქვა რომ ესე იგი წინა ეშელონებშიო აი მომენტ წინა ეშელონებში იქდებიანო ისავენიო ძალოვნებიო ყოფილი ძალოვნებიო და ეს ისენიო ავღანეთში ნაომარი ხალხი და ვეტერანებიო რომლებიც პირველ დარტყმას მაგენი განახორციელებენო სპეცდანიშნულების აზრების წინააღმდეგო ანუ მან გეგმა გათქვა და იგი ის გეგმა რომელიც გეგმის საფუძველზეც მათ გადაწყვეტილება მიღებული რომ 4-ში არ არიან მაგათ რამდენი ავღანელი ამდენი რამდენად არა გასაგებია რამდენად მოსალოდნელი არის ამ გეგმის განხორციელება ბატონოსასა ამ განხორციელებას მე ვუშვებ დიდ კითხვის ნიშანს, იმიტომ რომ ვერ გახორციელდება ეს. იცი რატომ ვერ გახორციელდება? ქართულ ხალხს არ უნდა ეს. მოწოდებები ისმის გამოდით, მოგვეხმარეთ, კლავენ, ვცემენ, გასავთ ახალგაზრდები როგორ იჭაჭებოდნენ, კაცო? რა სიჭაჭებით თქვენ? თქვენ კაი დედმამიშვილებო, რა გინდათ? დააჯექით სახლებში, თო. 200-300 არის გულისათვის ქვეყანას ყიდით. რამდენ 500 ლარი იყოს ქვეყანას ყიდით? თქვენ რო 500-ს გაძევთ იმას 10,000-ობით დოლარი მიაქვს სახში მილიონობით და ამ ბოლო ჟამს ამ ბოლო იმაში რომ გამოთვალო მილიონობით დოლარს მიაქვს სახში და თქვენ გაძევთ სამათხოვრო და თქვენ ხართ წინა ფლანგზე ჩამწკრივებულები და ყვირი ხართ რაზე ყვირი ხართ ჯერა სიტყვებს იძახეთ არ აქვს ცხენიათ სარკესთან რო გადგები დილის და ჩაიხედები არ უნდა შეგწეს რა თქვი გოგონებს ვეუნები მით უმეტეს რა სახე დაკარგეთ ქალის გოგონასი და ქალიშვილობის რა. ალბათ ესის ფეხებზე კიდია თქვენ რა. იმიტომ რომ ხართ უარგისები. მე პირდაპირ მინდოდა რომ ადრე ვამდოდი ბატონ ტრესთან რომ მაინც შევაგნებინებთ ვეტყვით, გაიგებენ. არა, არ იგებენ ბატონ ტრესთან. ქრის თავზე სახარებას კითხულობდნენ ესე გამოგვდის ჩვენ და ამიტომ ყველა აგებთ პასუხს სამშობლოს და ღმერთის წინაშე. სამშობლოს და ღმერთის წინაშე. თქვენ ვინც გამოდიხართ, ჩემთვის უკვე ხდებით აგენტურული სისტემის ისწრული დანაყოფები, რომელიც არის დიდი აგენტურული სისტემა საქართველოს, რომელიც მოქმედებს. ნაცმოძრაობის მხრიდან, იქ კიდე სხვა პარტიები კიდე რაც არსებობენ, ყველა არის აგენტურული ქსელი საქართველოს. თქვენ ხართ წვრილფეხა მაპატიეთ საქონელი, რომელსაც გიყენებენ თავიანთი გეგმების გასახორციელებად, მაგრამ თქვენ მაგ მიზანს ვერ მიაღწევთ რომ საქართველოს დაიჩოქოს. საქართველოს აღარასდროს არ დაიჩოქოს. ამდენი წელი დაგვაჩოქა ეს. ამდენი წელი შევარდნაძის დროიდან დაგვაჩოქეს. მიშამ დაგვაჩოქა ქართველები. და დღეს ვეღარ დავიჩოქებით ჩვენ უკვე რა. აღარა ვაქვს. თუ ოცნებას იმას იზაზო ქართველი კაცის დავჩოქება უნდა, ქართველი კაცი და ქართველი ქალბატონი ყველას გადაულის მიშამ ჩვენ ვერ დაგვაჩოქა ბატონო არა ვერ დაგვაჩოქა მაგრამ ხო უნდა დაჩოქება დაჩოქება იყო მიშამ დაჩოქება იყო ჩვენი სამხედროებსო იქ ფეხს ადგავდნენ წის ადგავდნენ ხო მიშამ დააჩოქა და დააჩმორა თავისი გოშიები აი თავისი გოშიები და ჩვენ ის ქართველი ბიჭები რომელმაც არ იცოდნენ სად შეყვეს თავი ისე სამსოვლოსაც რომ მიდიოდნენ მაგაზე პასუხი უნდა აქვს მე მაგას უნდა აგოს კი არა გამოათრეთ იქ სამატყობოდან ეგ ძაღლიშვილი ეგა უნდა აქვს პასუხი რამდენი ხანი უნდა შეახვიოთ ტოლმასავით იქა გამოიყვანეთ და გადაიყვანეთ იქ გდანის ციხეში რომელიც დამაყობდა გდანის ციხე უფრო კაი უნდა იყოსო ეგეთი ციხე არ არსებობს გადაიყვან და შეუწვით საერთო კამერაში მე ნახავს ის რა არის საერთო კამერა და თავის სეველზე როგორ აგებს პასუხს ისე გაგახსენდა ახლა ხო ეს ბატონ ზაზა იქ ადრესით შეგაგდო მიშა მაშინ უკვე კი დღესაც მოგდეთ ტკივილები ხო როგორ არ მომდეს მე სულ მესიზმება მიგესმის ვირა არ გავარო ის სისასტიკი მიშა გესიზმება მიშა აღარ მესიზმება მაგრამ ის ტკივილები ხომ ესიზმება ციხე და ყველაფერი ბატონო ტრისთან
მიდი აბა გაიარონ ერთი როგორია 300-ის დღე კარცერი და კარანტინი რო გამოყავხარ და იქ არ აკავხარ კამერაში დაუბანელი გაუპარსავი და რას გეხვა ხალხმა ვერ მიცნო ჩემთან ერთად დაჭერილმა კაცმა ვერ მიცნო მე უთხარი მოდი აქ ბიჭო მე და ვერ მიცნო გაგიჟდა შენ ახარო თუ რასა გევხარო თუ ესე იგი ანუ ისე მოგაქციეს არა ხო აბა როგორ და ეს ძაღლიშვილები როგორ არიან გაბატონებულები წამოწოლილი სამავთყოფოში კონიაკი დალიოს სიგარეტი მოწიოს რაც უნდა ხო ქალები შეიყვანოს შვილები აკეთოს ამის დედაც ვატირე მე დავждები ეგრე რა თუ მილიონებს და მილიარდებს დამიტოვებს სახელმწიფო რაც წავართვი ჩემ ქვეყანას და გამანადგურე ჩემი მე არაფერი არ წამიტოვე აქ წამართეს სახლი წამართეს და დამიჭირეს და ყველაფერი წამართეს ქართულ მოგიყვანებდი ქართულ მომიყვანებდი და ის ფული მეკნება და სიგარეტს მოწევ კონიაკს დავლევ და ყველაფერი მეკნება ბატონ ტრისთან ამაზე კაი საშუალება რა არის ოროტახიან ლუქსი და ფულს არიხდი ის ხო დანაზოგია ოროტახიან ლუქსია საპრეზიდენტო იმაშია წამოწოლი ეს ზაღლიშვილი ესა და ხანი გააკეთა შვილი ხანი გააკეთა ხანი რა ენაყლებოდა რა ქართულხას წაართო ყველაფერი ქონება ცხოვრება დედას სალკი აქ აგერ მილიონები ისე ამიკვის აქამდე როგორ ართმევ იმ დედამის იმ ქონებას იმ უნივერსიტეტებს იმებს და იმ შენობა ნაგებობებს საიდან შეიძინეთ თქვენ ზაღლიშვილებოდო არა უბრალოდ გასვით პატონტრისთან იმიტომ კი არ ვამბობ მე ამას არა მართალი მე ვიღაცას კი არ ღმერთმა ყველას მისცეს ნეტავ საქართველოში ყველა იყოს მილიონერი მაგრამ წესიერი გზით წესიერად მე არ წამართვა და ჩემ ხარჯი არ გამდიდებს ამ მიკვირს რა შევარდნაძე და დოიდან დაწყებული წველიან ამ ქვეყანას წველი შევარდნაძე წველიდა და მისი მთავრობა და მისი მთავრობის შენაერთები წველიან ამ მერე სააკაშვილის და სააკაშვილის ყველანი წველიან დღეს ივანიშვილთან ვითომ დაახლოებულები და დაგლიჯეს ეს ქვეყანა ფეხზე არ ეცემატო ეს მეწოლის რო კი არ არის ეს ქვეყანა პრო ვერ გაიგეთო ეს დედახტიშობის ცილხადი ქვეყანა და ვერ დასცემთ თქვენ ვერანაირად ეხლა რუსეთმა ვერ დასცა როცა გაგვიუღეს 1800 პირველ წელს ჩვენი ბაგრატიონების სამეფო და დინასტია არ დაცემულა ეს ქვეყანა და მოვიდა აქამდე საქართველო ერქვა და საქართველო მოვიდა ბოლომდე რა გინდათ რას გვერდით ამ ქართველებს არ გვინდა ეს უბრალოდ ბატონ ტრისთან ამდენი ხალხი იმიტომ გაიქცა просто ვერ გაუძლეს ამდენ უძრავსკობას ქვეყანაში რა მე ვინ გააბატონო ამემა შევარდა დაწყებული სააკაშვილი დამთავრებული და პირველ პერიოდში კიდე ოცნებისგან დაწყებული რომელიც ვერ უწევდა წინააღმდეგობას იმ დისტეიტს რომელიც იყო გაბატონებული თელ სოფლიოში ის ბაიდენის და იმას და როგორც კი მოიმარჯვეს ხელი დიდება უფალს ეგრევე ჩაკეტეს გზები და აღარ ათქმევინეს რა იმდენი რამე ახლა დღეს მაკრონი გამოდის ეს ამერიკის ელჩი ხელს უწყობს ფიტიგესო ეს არასტორიაო და ჩვენ თაროერება ამერიკის ელჩი იმის საფრანგეთის ელჩი გერმანიის ელჩი ეს რა ხდება ჩვენ დაბალი ხობება აქ შეიძლება თურმე რა არაფერი არ შეიძლება ნუნას უკაცრავად ბატონებო ერთხელ მოგიყდებთ იმ საელჩოებში და თუ შემოგივარდით ხუთის ხვით გამოგაგდებთ იქიდან საერთოდ არ გჭირდება ეს ევროკავშირი ეს გაბიძურებული ევროკავშირი ბიძური ევროკავშირი ეხლა ბატონოსას ნახე რა ხდება ნუ ახლა მაგათ უკვე როგორც ჩანს სახეები აღარა სახეები ხო დაკარგეს მართლა საერთოდ და აბსოლუტურად სახეები კი არა გონებას დაკარგული აქვს და თვითონ ცხოვრებას აი ადამიანური წესის ცხოვრებას დაკარგული აქვს ხო ეხლა აღარ ეცია რა ქნა მოკლედ სად მიეხია თქო ვინ გამოიყვანონ ვინ გამოაჩინონ ვინ რომელი ლიდერი გამოძერწონ და ახლა ეს საწოდავი ბურჭულაძე რა ეგე აუ რა სამარცხვენო კაცი როგორ დიდ პატივს სცემდი პატა ბურჭულაძეს როგორც მომხერას პატა ბურჭულაძე არა პატა ბურჭულაძე ყავთ ეხლა უკვე ეს ლიდერად და რევოლუციის იმაში სათავეში და გამოიყვეთ თან დროშა რომ მოხვევია და სიკა სტუდიებში ამ LGBT სტუდიებში როზის ესე მოხვეული იმითი დროშით რა რასაზი ხარ ბიჭო წადი იმღერე შენი საქმე სულ არ იყო პოლიტიკა რა შეგიძლია რისი თავი გაქვს ვაფშე რა ლიდერი რა ლიდერები იბადებიან ბავშვობიდანვე და ლიდერები ხდებიან
ესე შექმნილი და გამოძიებული ლიდერები ვერაფერს ვერ წარმოადგენენ. ამავდროულად ახლა ამ ბურჭულადეს ირგვლივ შემოესწრებენ, ესე იგი ისეთი საშინელი ადამიანები, კაცო, რომ უყურებ, რომ ჯერ იქ რო შეხედავ, მაშინ არაფრის არ იცდება ადამიანს სურვილი და ნება, რომ რაღაცა განწყობას გაგინებენ. ახლა მაგერო ხელისუფლება შევდე, მე რასიზმი და მე გეტყვი, რა ხალხია შენ. მე პირდაპირ ვხედავ, როგორც მართლმადიდებელი კაცი და ქრისტიანი კაცი, ეგრევე უყურებ, რომ ესენი არიან სატანისტები. ამათვის არის სატანა არის პირველი შეყვარებული. ბატონო ზაზა, ჩვენი დრო ამოიწურა, მოკლედ ესე იგი ამ ჩვენს რაღაც მნიშვნელოვან საუბრებში ისე შემოგვეჭამა, რომ ვერც კი გავიგეთ და ახლა პროდიუსერი მანიშნებს და დრო ამოიწურა და ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მობრძანებისათვის სტუდიაში, მადლობა გინდა გითხრათ. კი, ასაგებია ემოციური საუბარი იყო, ემოციური საუბარი იქნება, იმიტომ რომ არა გაქვთ ლამაზი ცხოვრების გზა გავლილი და დღესაც ბრძოლებში ხართ ჩაბმული და დღესაც ბრძოლობთ იმისთვის, რომ როგორ ამ ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდეს და ეს სიმახინჯე, რა სიმახინჯეა დღეს ჩვენ ხედავთ და ქართული ხალხი ხედავს, როგორ ეს ჩავწიოთ გვერდზე და გადავისრულოთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ძვირფასო ტელემაყურებელო, ბატონო, ეს დავამატებ რა. დიახ. ყველას მოგმართავთ რა. არ გაბედოთ 4-ში ზედმეტი გაფაფხურება. არ გაბედოთ ზედმეტად შეშლა უბნებზე, ოლქებზე, რაღაც ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, თორე ძალა ზალათვე უპასუხებს. მარტო ის კი არ უპასუხებს სახელმწიფო, ხალხი უპასუხებს მაგას. ვისაც უნდა მშვიდობა და ამ ქვეყნის წესიერება და ამ ქვეყნის წინსვლა რა. და ამ ქვეყნის უნდა მშვიდობა რა. დამიჯერეთ, ძალიან დიდ იმას მიიღებთ და მე არავინ არ გიშველი თქვენ ამ ქვეყანაზე. გასაგებია. დიდი მადლობა, ბატონო, დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებელო, რომ გიყურებთ. კარგად ვადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.